ბავშვებო, გამარჯობა, მე ვარ ბეგო. გამარჯობა ბავშვებო, მე ვარ ირაკლი. ირაკლი, როგორ ხარ? მე კარგად. შენ? აუ, ძალიან გახარებული. იცი რატომ? ალბათ, ხვდები ალბათ შეიძლება. ზუსტად. დღეიდან ხომ ვიწყებთ მარტივი პროგრამირების სწავლას ჩვენი საყვარელი ბავშვებისთვის. კი, ზუსტად. აუ, ირაკლი, ესე იგი, გამახსენე, რომელი პროგრამას ავიწყდება ხოლმე რითაც უნდა ვასწავლოთ ბავშვებს? სკრეჩი. და ესე იგი, შეეძლებათ რომ რაღაც მარტივი თამაშები გააკეთო, ხო ბავშვებმა? კი. თავიდან მარტივი და მერე ალბათ გავართულებთ, ხო ირაკლი? ხო, ნელა და შეიძლება ისეთ თამაშებს გააკეთებენ, აი მე რასაც ვაკეთებდი. შენ რასაც აკეთებ ისეთ თამაშებს? კი. რა მაგარია, შვენიერია. ირაკლი, აი ახლა იცი რა მითხარი შენ? ეს სკრეჩი, ეს თვითონ პროგრამა, რამე ისა ხო, აი უნდა იყიდონ სპეციალურად თუ აი როგორი პროგრამა არის? არა, აბსოლუტურად უფასო არის და იმისთვის რომ რეგისტრაცია გაიაროთ, ჩვენ ცალკე ვიდეო გავაკეთეთ და შეგიძლიათ ნახოთ. რა კარგია. ესე იგი ყველასთვის ხელმისაწვდომია. აბსოლუტურად ყველასთვის, კი ბეგო. რა კარგია. და ირაკლი, იცი რა მაინტერესებს? დღეს რადგან პირველი გაკვეთილია, ბავშვებს მარტივი თამაშის გაკეთებას ვასწავლით, ხო? კი, საკმაოდ. აბა, მოდი გვაჩვენე რა ირაკლი რა თამაში უნდა ვასწავლოთ ბავშვებს? კარგი, აი ნახეთ, აი აქ ეკრანზე გამოგვიჩნდება დასაწყისში ესეთი ძაღლი და კატა. ძაღლი და კატა. აუ, ერთი წუთით ირაკლი, შენ გინდა თქვა რომ თუ დავაწყაპუნებთ, ხმაც ექნება, ანუ ვაუ და მიაუ. ასეთი ხმები იქნება? ნუ ხო, აი, ძაღლს და კატას რომ დავაჭერთ, თავისი ხმა ექნებათ. რა მაგარია ირაკლი. აუ, რა მაგარია და იცი რა, შთაბეჭდილება მრჩება რომ ძაღლი მიჯდებს კატას. ნუ, შესაძლებელია ალბათ. აბა ეხლა რა ვიცი, მე ვიცი რომ აი ძაღლი მიჯდებს ხოლმე ხშირად კატებს რა. მაგრამ მე მაინც ჩემი ხმები უფრო მომეწონა. ვაუ. კი, ბეგო, შენი ხმები ჯომია. დიდი მადლობა ირაკლი. აბა რა ვქნათ, ვასწავლოთ ბავშვებს როგორ უნდა გააკეთონ ეს თამაში? რა თქმა უნდა, დავიწყოთ. ბავშვებო, ახლა პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენი პირველი პროექტი უნდა შევქმნათ. ამისთვის უნდა დავაჭიროთ აი ამ ჩვენი სახელს, აქ გვიწერია ჩვენი ნიკნეიმი, ასე ვთქვათ, და დავაჭიროთ ჩემს ნაშრომებს. და შემდეგ თუ თქვენ უკვე გაქვთ შექმნილი რაიმე პროექტი, თქვენი საგამოგიჩნდება ჩამონათვალი არის, მაგრამ ჩვენ უნდა ახალი შევქმნათ. და დავაჭიროთ აი აქ ახალ პროექტს. საერთოდ ნებისმიერი სკრეჩის ახალი პროექტის დასაწყისში პერსონაჟი არის ესეთი კატა. ლამაზი კატა არის. რადგან ის არის სკრეჩის სიმბოლო. მაგრამ ჩვენ ამჯერად ის არ ჭირდება, ამიტომაც ჩვენ მას შვილით. ვაიმე, უნდა წაშალო ირაკლი. ოკეი. ეხლა მოდი დავამატოთ ორი ახალი პერსონაჟი. ეხლა როგორ? იმისთვის რომ დავამატოთ ახალი პერსონაჟი, უნდა გადავიდეთ აი ამ სექციაში, მაუსი მივიტანოთ აი აქა. და აქ არის ესეთი ღილვაგი, IHS Sprite. მას დავაჭერთ. და აქ არის ჩვენი პერსონაჟების ჩამონათვალი. ასევე აქ არის ბევრი სექცია, ცხოველების, ადამიანების, ფანტაზიის, ცეკვის და ასე შემდეგ. ესე იგი, თავიდან არის ყველა ჩამონათვალი და მერე შეგვიძლია ავირჩიოთ კატეგორია. კი. გასაგებია. ეხლა გადავიდეთ ცხოველების სექციაში. დავუჩიოთ ესეთი კატა. აი ეს კატა და ძაღლი თამაში რაც არის, მაგარია. და დავაჭიროთ ამ კატას. ისევ იგივე ადგილას დავბრუნდეთ, ანუ აი აქ IHS Sprite-ში. ისევ გადავიდეთ ცხოველების სექციაში და ავირჩიოთ ესეთი ძაღლი. ზუსტად კატის ქვემოთ არის. გასაგებია. ასევე, ალბათ თქვენ როგორც ნახეთ, თამაშის დასაწყისში კატაც და ძაღლიც იყვნენ ცოტა უფრო დიდები. დიდი ზომები კი მახსოვს ნამდვილად. მოდით ისინი გავადიდოთ. ეხლა როგორ? ვთქვათ, აი, გვინდა გავადიდოთ კატა. ჩვენ შეგვიძლია, აი აქ არის ესეთი წარწერა ზომა. და ყველა პერსონაჟის საწყისი ზომა არის 100. და მოდით აქ დავწეროთ 100-ის მაგივრად 150. 150. იგივე გავაკეთოთ ძაღლთანაც. 100-ის მაგივრად დავწეროთ 150.
აი, ახლა ნორმალური ზომის არიან. კი, აი ახლა ისეთები არიან, თამაში როგორიცაა. ახლა მოდით დავიწყოთ ძაღლის კოდინგი. საერთოდ, აი აქა ჩვენ გამოგვიჩნდება ესეთი ჩამონათვალი ყველანაირი ბლოკების. მოძრაობის არის სექცია, გარეგნობის, ხმის და ასე შემდეგ, კიდევ ბევრი. ფერებად არის დაყოფილი. კი. ახლა მოდით გადავიდეთ ყვითელ სექციაში, მოვლენების. დავირჩიოთ ეს პირველი ბლოკი. როდესაც აჭერთ მწვანე დროშას. ანუ ეს ბლოკი არის იმისთვის, რომ საერთოდ როდესაც ჩვენ ამ მწვანე დროშას დავაჭერთ, ჩვენი თამაში ასე ვთქვათ დაიწყოს. ეს აუცილებელი არის აბსოლუტურად ყველა თამაში. ანუ ყველა თამაში ასე დაიწყება. კი. აჰა, გასაგებია. ახლა გადავიდეთ პირველ სექციაში, მოძრაობის. დავირჩიოთ ესეთი ბლოკი. გადადი X და Y-ში. ანუ X-ი ეს არის მარჯვნივ და მარცხნივ. ჰორიზონტალურად? კი და Y-ი არის ზემოთ და ქვემოთ, ანუ ვერტიკალურად. აჰა, გასაგებია. იმისთვის რომ პერსონაჟი გადავიყვანოთ მაგალითად მარჯვნივ, ჩვენ X-ი უნდა პლუსში გადავიყვანოთ. პლუსში უნდა დავწეროთ X-ი. ანუ დაუმატოთ უნდა ხო? დაუმატოთ. აჰა. ხოლო მარცხნივ უნდა გადავიყვანოთ და ესე მინუსში. აჰა, გასაგებია. ანუ თავიდან შუაში რომ იყოს, ნოლები უნდა იყოს, ხო? X-ი და Y. კი, აი ახლა აქ თუ დავწერთ ჩვენ 0-ს და გამოვიყენებდა ბლოკს, ის აღმოჩნდება ჩვენი პერსონაჟი შუაში. აჰა, თუ გვინდა რომ მარცხნივ გაიწიოს ჰორიზონტალურად, უნდა დავწეროთ მინუს თქვა, აი დავწეროთ 50. აჰა, გავიგე. აი მარცხნივ გაიწია. აჰა. ხოლო თუ გვინდა ეს ზემოთ რომ ავწიოთ, თქვა, დავწეროთ აქ 50. პლუსი ანუ პლუს ჩაწერა არ არა, უბრალოდ ჩავწერთ, გასაგებია. აი ესე. აჰა. მოდით ახლა გადავიყვანოთ ეს რაღაც აქ ეს ჩვენი პერსონაჟი ძაღლი და დავწეროთ. ავიღოთ ისევ თავიდან ეს ბლოკი და Y-ში მოდით მაინც ჩავწეროთ 0. მე გამომივიდა X-ი -19 და Y-ი 0. ერთი შეკითხვა მაქვს შენთან ირაკლი. ანუ როცა შენ აქ გადაადგილებ ძაღლს, თვითონ აი მიიტანე ის არის? აქ უკვე იცვლება. კი, ეს ბლოკი თავის. მე უნდა გადმოვიტანოთ აქეთ, რომ ეს დავაფიქსიროთ. კი. გავიგე. აჰა. და მოდით ახლა შევაერთოთ ეს. გასაგებია. ახლა მოდით გამოვიყენოთ კიდევ სხვა ბლოკი, მოვლენებიდან ასევე. როდესაც აჭირავს სპრაიტს. ანუ ეს სკრიპტი ახლა იმისთვის უნდა დავწეროთ, რომ როდესაც ჩვენ ამ სპრაიტს დავაჭერთ, ანუ ჩვენ ზაღლს, მან თავისი ხმა გამოსცეს, ყეფვის. ჩემთვის უცხო სიტყვა სკრიპტი რა არის, ირაკლი ამიხსენი რა. სკრიპტი არის რაღაც კოდის ნაწილი. მივხვდი, კარგი. როდესაც აჭირავს სპრაიტს. მე ახლა თქვენ ალბათ როგორც გახსოვთ, ჩვენ ამ ძაღლს რომ აჭერდით, მას ხმა ჰქონდა თავისი ყეფვის. ო. გამართალია. ნუ კი. გასაგებია. ამისთვის ახლა მას ხმა რომ აურჩიოთ, უნდა გადავიდეთ აი ასეთ სექციაში, აი აქ კოდის მარჯვნივ ხმებში. ზოგიერთ სპრაიტს სკრეჩს უკვე გამზადებული აქვს თავისი ხმა. მაგალითად ამ ძაღლს უკვე გამზადებული აქვს თავისი ხმა, ყეფვის. რომ მას მოусმინოთ, დავაჭიროთ აი ამ ღილაკს. რეის ნიშანი სადაც არის? დაკვრა. კი, დაკვრა. ახლა ისევ დაუბრუნდეთ ჩვენს კოდს და უნდა გადავიდეთ სხვა სექციაში, ხმის სექციაში. და აურჩიოთ ესეთი მეორე ბლოკი. ჩართე ხმა და აქ აურჩიოთ ეს დოგ1, ანუ ეს ყეფვის ხმა არის. და შევაერთოთ. მოდით ახლა ვნახოთ რა გამოგვივიდა. მოდი. როდესაც მე ვაჭერ ძაღლს, მას თავისი ხმა აქვს. აჰა. მოდით იგივე სკრიპტი დავწეროთ კატას. გადავიდეთ მოვლენებში და აუჩიოთ პირველი ბლოკი, როდესაც აჭერთ მწვანე დროშას. შემდეგ გადავიდეთ მოძრაობაში და აუჩიოთ ეს ბლოკი. გადადი X, ნუ ჩემ შემთხვევაში 153 და Y 0-ში. თქვენს დაუწერეთ ეს. შევაერთოთ. ისევ დაუბრუნდეთ მოვლენებს. და ავირჩიოთ ეს ბლოკი, როდესაც აჭერა ამ სპრაიტს. ახლა გადავიდეთ აქ ამ ხმების სექციაში, რომ დავწუნდეთ, რომ ამ ჩვენს პერსონაჟსაც გამზადებული ხმა აქვს. ნუ სკრეჩმა ამ პერსონაჟსაც გაუმზადა ეს ხმა და მოდით მაინც ვნახოთ, მოусმინოთ. ვაიმე, რა საყვარელი კატის ხმა არის. კი, ახლა ისე დავუბრუნდეთ მაშინ კოდს.
გადავიდეთ ხმის სექციაში და ავირჩიოთ ეს მეორე ბლოკი. ჩართი ხმა, ну ეს ჩვენ შემთხვევაში მეაუ 2. მეაუ 2. და აი აქ ესე შევერთოთ. სანამ არ შევაერთებთ, არ იმოქმედებს, ხო ირა? არა, არაფერი არ იმოქმედებს. ეს რაღაცა ლეგო გამოხსენდა, ლეგოს კუბიკებივით ერთვება ერთმანეთს. კი. გასაგებია. ეხლა აუცილებლად დავაჭიროთ აქ შეინახე ახლას, რომ პროექტი შეინახოს. რომ დაიწერება აქ პროექტი შენახულია, უკვე შეგვიძლია გავტესტოთ. მოდით ახლა ვნახოთ რა გამოგივიდა. გავადიდოთ ეკრანი და ვნახოთ. ძაღლს რომ აჭერთ თავისი ხმა აქვს და კატას თავისი. ასევე ჩვენ შეგვიძლია პროექტს შევუცვალოთ მისი სახელი. ამისთვის აი აქ არის ესეთი წარწერა. ну ჩემ შემთხვევაში აქ ინგლისურად დაიწერა United 65. აჰა. ну ჩვენ მაგალითად დავაწეროთ ახლა კატა და ძაღლი. აჰა, გასაგებია. ესე. ვა, ირაკლი, მართლა ძალიან მარტივი ყოფილა ეს ყველაფერი რა. კი. და ჩვენ თანდათანობით გავართულებთ და მე წარმოვიდგენია რა მაგარ თამაშებს გააკეთებენ ჩვენი ბავშვები რა. კი, ალბათ. ბავშვებო, რა მინდა ახლა რო გთხოვოთ რა. აი ახლა გამოჩნდება ჩვენი პოსტის მისამართი და მოგწერეთ რა თქვენი შთამბეჭდილებები და აი კიდე რა გინდათ რომ ირაკლი აი გააკეთოს თქვენთვის რა თამაში და თან რო აგიხსნათ. ხო, მართალი ვარ ირაკლი. რა თქმა უნდა. და კიდევ გამოიწერეთ ჩვენი ირაკლი ერთად YouTube არხი. ძალიან კარგი. მოდი ბავშვებს დავემშვიდობოთ. კარგი. კარგად იყავით ბავშვებო. ნახვამდის ბავშვებო.